მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ანტიბიოტიკს. ჩვენი გადაცემა ჩაწერილია სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისა და სტუდია ანტიბიოტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ჩვენ მისწამყვანები თამარ მიქაძე და კუკა ბარამიძე გახლავართ და ჩვენ დღევანდელი სტუმარია არქიტექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა შაფაკიძე ოზურგეთიდან. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი სადისკუსიო, ასე ვთქვათ, თემა იქნება მიმდინარე პროტესტი ქვეყანაში და ამ პროტესტის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა და ამ პროტესტის მნიშვნელობა აგრეთვე რეგიონებში. და პირველ შეკითხვას ესეც დაგისვამ ლაშა, მოკლედ რომ მიმოიხილო შენი აზრით, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო, რა პროცესები მიმდინარეობს, რისი მომსწრევართ და როგორ ხედავ ზოგადად აი ამ ყველაფერს? მადლობა ამის საშუალებას რომ მაძლევთ. ძალიან სულ მდგომარეობაში ვართ, ძალიან სულში. მთელი ეს პერიოდი ისე გავატარე, რომ ბოლოს აქციაზე ვიყავი, ბოლო 2-3 წელს არ გულისხმობ, 9 აპრილიდან იმ პერიოდში და ამის შემდეგ მე ვთვლიდი, რომ აქციებზე ქვეყნის ბედი არ უნდა გადაწყვეტილიყო რა. მივედით ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ აქციის გარდა აღარ გვჩება პროტესტის გამოხატვის. ამან მივიყვანა იმიტომ მივედით აქამდე, რომ არ ესმით რა, რაღაცას ვამბობთ, არც უნდათ რომ იქ რაღაცა 10 კაციანი ჯგუფია, იქ რაღაცა საპირისპირო პარტიას თუ რაღაცა ცინიკურად ასახელებ. ერთი ადამიანიც რო იდგეს და რაღაცას რო ამბობს, ხო? ჩვენი მოქალაქეა ის რა, ჩვეულებრივად ქართველია. მე აღმოჩნდება რომ თურმე სარწმუნოებრივ წამსი გვაინტერესებს, იმის რაღაც არ უსმენთ რა, იმიტომ რომ ის რაღაც ის ეკლესიაში ადაძის და არ მოусმინოთ. მოქალაქეა და მოусმინოთ და კაი გამოთქმაა, ვისი გამოთქმა უბრალოდ არ ვიცი, მე მაჩემიდან მახსოვს, კაკუნი უნდა მიხდეო ბრახუნსო ყველა ხდებაო რა და კაკუნი და არ ესმით ბრახუნია ხატეხილი და იქ პატარა კაკუნებს ისე შეაჩვენენ, ყველა ბრახუნიც არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონონ და ეხა უკვე სხვა ფორმა აღარ რჩება რა, მე მაგრა არ მომწონს ის რომ ჩემი საქმეს ვერ ვაკეთებ, შერყეული ვარ რა და აქციიდან აქციამდე და ვერ ვიძინებ, საქმეს გულს ვერ უდებ. ქვეყანა თუ ეგეთი უნდა იყოს რა, არქიტექტურაზე უნდა ვიფიქრო ხა და რა ლამას შენობაზე უნდა ვიფიქროთ, დასახიჩრებულებმა თუ უნდა ვიაროთ ქუჩაში. ხო და აი რაღაცა ეგ არის რა და ლაშა ისა უყურეთ ვითარება ცხადია ცუდია და არ ესმით, თუმცა პროცესები ბევრი გვინახავს ამ ხელისუფლების პირობებშიც, რაც იყო გასაგონი და არ ესმის და ესეთი რაღაცა მასშტაბურობა მაგას არ მოყოლია რა და აი რა იყო ის ფაქტორი, თქვათ შენი შეფასებით, რამაც ესე რაღაცა ერთიანად დაორგანიზდა და მოქალაქე, ანუ არავის მითითება არაფერს არ ჭირდება, რაღაც ჯგუფი ვერ აორგანიზებს, არ ჭვება ამას. ყველა მიცის სანამ მივიდეს და რა უნდა გააკეთოს და რატომ მოხდა, ანუ რამ განაპირობა ეს შენი თვალით? რამ განაპირობა და უყურე აი კაკუნი რო არ ესმით და ბრახუნიც რო აღარ ესმით, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა. მე მინდა ჩემი მოქალაქის, ჩვენი მოქალაქის ჩემი რა, რაღაცა ღირსეული ნაბიჯები დავინდახოთ. მაგალითად, უბანში ეხა დამცინიან რომ ტალახაძეს ესე რო უსმენდი და დიდი ყანწი რო დაგვალევი და ცრემლი რო მოგდიოდა თავისი რეკორდით რაღაცა რო მოხსნა. კი. ეხა რა სიტყვიო და რა უთქო, ეხა დასაცმელში ადვილად გაიხადა ღირსება და მაშინ დიდი ყანწი დავლე მისი სადგილძებლა და ძალას და ღირსებას გამომარჯვოს და მაგარი შეგრძნებაა მეთქი ის რა ქვია დედამიწაზე ყველაზე ძლიერი კაცი რო ქართველია მეთქი, ეხა ეს ცოტა გადაჭარბებულად მოყვა, მაგრამ წარმოვიდგინე ეგეთ შეგრძნება და ხიმს ესე უსმენთ სუფრასთან მანამდე არ გავაგზავნე და ეხა ვხედავ რომ ამას თურმე თავისი ჯგუფი ხავს, არ ვიცი, მე მინდა გადავამოწმო, არ მიჭერა რომ იმას ეხა ეს ნავარჯიშები ბიჭები სპორტში რო ვერ გამოადვა, თურმე ხელმძღვანელობს, აი არ ვიცი რა ღირსებაზე რაზეც ვლაპარაკობთ. ძალიან ძიმე მომენტი მქონდა კიდე ესეთი რა, მეგობართან ყვებოდა მეგობარი და მე ვისმენდი რომ გამოვედითო და ისა რა ქვია
ვიღაცა ერთი ბიჭი და ორი გოგო მიდისო და ისა რა ქვია დაგვიძახე რომ აქეთ წამოდით აქეთო მაკეთო ჩასაფრებულები არიან და ვიღაცა არ არის და უცნობიათ უცნობები და წავედით იმასკენო და გამოიქეცით მოდენ და მოვიხედეო და გამოჩნდაო ვიღაც ლანდები და მურბიან და ყველა გავივართ 5 გავივართ რა 4 გოგო ერთი ბიჭი და ეს გოგო ვინც ყვება ეხლა რა მინდა რომ რაღაც სენტიმენტების გარეშე მოყვე ისა რო გავრბოდიო მეგონა რომ 5-ვე გავივართ და ხო ჩემწინ ვერავის ვერ ხედავ და გავჩერდი უსოდ არიან და მოვიხედავ ბიჭი გაჩერდაო რა ეხლა წარმოიდგინე რომ ესეთი მომენტია რა ბიჭმა მიხვდა რომ მომდევნია გაასწერებდა და ის ანეკდოტი როა ერთი შემდეგ ამასწრებია ეხლა დათვი რომ მოძებს ამ ბიჭმა პირიქით მოიქცა რა თვითონ გაჩერდა და ისინი შეაკავა და რაც მოუწევდათ ეხლა ხო წარმოგიდგენიათ ის და ეს გოგო ამბობდა რომ ყვებოდა რომ მაინტერესებს ის ვინა და ვნახომინდა და ელემენტარული მადლობა მაინც რაღაცა რა თან ესენი აქციაზე არიყვნენ ესენი მეგობრიდან მოდიოდნენ და ლაშა ეხარა ერთი წამი დავასრულებთ აკო და უყურე და მოვდივარ ეხლა ძალიან რაღაცნაირად რა ძალიან ცუდად გზნობ თავს ამის მოსმენიდან და სახში მოვდივარ და იქ თურმე უღმერთო ახალგაზრდები შეიკრიბენ რა ვიღაცა მამაო როგორ დაუძახო რაღაც ანაფორაში დამალული ფარისეველი ამბობს რომ ვიღაცა უღმერთოები შეიკრიბენ და უღმერთო გეუბნება ვიღაცეებს რომ უღმერთოები არიანო რა და ის რომ ნასმენი გაქროთა ხო და ამ დროს აი ცუდად ვარ და მე Facebook მომხმარებელიც არ ვიყავი რა პოსტებსაც რაღაც არ ვიცი სხვა ვთხოვდი რომ არ მაინტერესებდა ეგ არისო ჩემი სფერო და მეგონა რომ იქ არაფერი არისო და აი ამ სიმწრიდან დავიწყე რაღაცები და ამ სიმწრიდან დავიწყე აქ ადგილზეც ოზურგეთში ხა რამოდენიმე წელი თავიდან აქციაზე მივედი რომ ძალიან მცირე ადამიანები დგას და გავამხნევებ ამათ და მეც თან ვეთანხმები და მოდი ესე და მე ამ ადგილობრივმა პროტესტმა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეხა კონფლიქტი იმ დონეზეა ასული რომ ერთი მხარე თავისთვის ლაპარაკობს და თავისი დამლაიქებლები ყავს მეორე მხარე თავისთვის ლაპარაკობს და თავის დამლაიქებლები და ერთმანეთს არ უსმენენ რა და ეს ადგილობრივი პროტესტი უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე რომ მეგონა რომ ვერავინ ვერ მხედავდა მე რომ მეგონა რომ არსად არაფერი არ ჩანდა ერთი ადამიანი მოდის და მეუბნება რომ იცი რა შენი პოსტი მომეწონა მაგრამ ვერ ვალაიქებ არ გეწინოს ბიჭო თუ ვერ ვალაიქებ ეგ არაა კაი მოდი დაალაიქე ან არ მინდა მე შენ ლაიქი შენ მოგწონს კი მეორე მოდის რომ აი მე მინდოდა რომ რაღაცა დამეწერა და უცებ მეუღლესთან ერთად ვიყავი თქვენ რო გნახეთ იქ ვეღარ დავწერე მე ვეუბნები რომ მოდი არ გაინტერესებს რატო ვიყავი არ გაინტერესებს ეს ტყუილი როგორ უნდა მივიღოთ ადამიანებო ფრანგების შეთანხმდა რომ მოდი არ ვისროლოთ შემოუშვათ რა შემოუშვათ მაშინდელი ფაშისტები რა ვინც მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ რა და ომი გვინდა თუ მშვიდობა გვინდა რო გადავწყვიტოთ და თუ ესეა შემოუშვათ მაგრამ ჩვენით რო არ შეუერთდეთ არ შეიძლება ჩვენით არ შეიძლება რომ ახალგაზრდებს უღმერთოები ვეძახეთ ჩვენ მაგარი ღმერთიანები გამოვდივართ რაღაც აი ძალიან აჩეხილი ვარ და ადგილობრივი პროტესტის მნიშვნელობა ზუსტად ის არის რომ ეს სიძულვის ენით არ მიდის ეხა ჩვენ რომ ესე ჩუმათავ ლაპარაკობთ ერთმანეთთან საუბრობთ რომ იცი რა მე ესე ვიფიქრე უფრო სხვა მომენტია რა ერთ ჩემ ახლობელს ბავშვი გაულახეს და მეთქი ეხა რითი დაგაწყნა რომ სხვა ბავშვები უარესად გაულახიან და ეგ არაფერი არ არის ხო არა მან ანუ ახლა რაც მოყევი ზუსტად რაღაცა ერთი ადამიანი გამწარებული მართლა და გაბრაზებული როგორც გრძნობს თავს და ნებისმიერ ხერხს რო პოულობს რომ რაღაცა პროტესტ შეუერთეს და რაღაცნაირად გამოხატოს საკუთარი პოზიცია აი ეგეთი ინდივიდებისგან არის შექმნილი ეს პროტესტი და რაც უკამ თქვა ამას რაღაცა არც ორგანიზატორი ყავს ვერც დააორგანიზებს ამხელო მასშტაბის პროტესტი ეს არის აბსოლუტურად თვითორგანიზებადი და თვითდინებადი პროცესი რაც ჩემი აზრით შეუჩერებელია ასევე ყურადღება და გავამახვილოთ დასაწყისში შენ თქვი რომ მე ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ, ანუ ჩემს საქმეს გულს ვერ ვუდება და რეალურად რა ვიცი, ანუ არქიტექტორი ნებისმიერ დიქტატურის მაშინ რა ქვია პირობებში იქნება დემოკრატია თუ ნებისმიერი რუსული რეჟიმი თუ ასე შემდეგ, ყველგან შეგიძლია ააშენოს სახლი, ხო?
ანუ ერთი შეხედვით, აი, რასაც ეს მართლა კონფორმისტები და რაღაცა საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხალხი ფიქრობს, რეალურად შეგიძლია რომ მაგ ასპექტით შეხედო ამ ყველაფერს და თქვა რა ვიცი, ანუ მე ამ სახს ყველგან ავაშენებ და მე ყველა ხელისუფლების პირობებში კარგად ვიცხოვრებ. თუმცა აი მანდ ანუ მაგაზე მინდა ისაუბრო რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი ამ პირადი კეთილდღეობის რაღაცა დაუოკებელი სურვილიდან გამოხვიდე და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაიაზრო და ის გაიაზრო რომ აი რაღაცა რო ხდება პირველ რიგში მე იმას ვფიქრობ რომ აი ის ვიღაც რო იქ სასტიკად ცემეს ეს რომ მაგალითად რა ვიცი კუკა იყოს რას ვიზამდი რა გაანგრევდი კედელს და რაღაცა შენი შვილი რო იყოს ხო ყველა წინაღობას გადალახავდი და ეგრე არის რა ანუ აქ შენი და ჩემი ანუ მხოლოდ ჩემი და ჩემი ცხოვრებით ძალიან დიდი ხანი უკვე აღარ ვცხოვრობთ იმიტომ რომ ეს არის საერთო ჭირი და შესაბამისად აქ ის ანუ იმაზე მინდა ისაუბრო მოკლედ რომ შევაჯამა რა რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი ამ რაღაცა კომფორტის ზონიდან ეგ თუ კომფორტია კიდე თალკე კითხვით ნიშანი და ესმის მაგას გამოხვიდე მაგ კომფორტის ზონიდან და რაღაცა საკუთარი პირადი კეთილდღეობა რაღაც მომენტში გვერდით გადადო იმიტომ რომ მომავალში უკეთესი გელოდება და აი ეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეგ პოზიცია რასაც ჩვენ საუბრობ ახლა დააფიქსირო თუ გინდა ელემენტარულით, იმიტომ რომ დღეს ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერს ვიმახსოვრობთ, ყველაფერი ჩვენს ციფრული ეპოქა არის და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი პოსტი და გამომხნევებელი მესიჯი, რომ ადამიანს ვთქვა, რომ შენ გვერდით ვარ. აი, ამას რა მნიშვნელობა აქვს ერთი ადამიანის მხრიდან? იმდენი კითხვა რო საიდან დავიწყე ხა, მოდი დავიწყებ არქიტექტურას და თავისუფლებას შორის პარალელს გავავლებ ერთი წამით, აი ეხა მომაფიქრდა ოზურგეთის არქიტექტურას რო შევხედოთ, აი სახლებს რო შევხედოთ და კომუნისტური რეჟიმი რო და მათი მოთხოვნები რო დავაპარალელოთ. შორიდან რო გადავიღოთ ჩვენ სახლებს ფოტო და სასაფლაოს რო გადავიღოთ ფოტო შეიძლება ასე რომ დახედო აი ხასიათში ხა კოლეგები გამიგებს აი ხასიათში ჩემთვის მაგალითად ოზურგეთის არქიტექტურა ძალიან გავს სასაფლაოს არქიტექტურას რა ყველა ერთნაირი ერთი სიმაღლე ერთი სახურავი ფანჯარა დიდი ფანჯარა შუშაბანდი ნუ კოშმარი რა ამ დროს არის საქართველოს ნიჭიერი არქიტექტორები და შეიძლება უკეთესი შეიძლებოდა მაშინაც და აწიც შეიძლება. მეორე თემა ახლა არქიტექტურა არის გუნდური თემა რა. რაც უნდა შედევრი გააკეთო, უნდა გყავდეს დამკვეთი, მშენებელმა უნდა შეასრულოს ის და ასე შემდეგ. ანუ არქიტექტურა არა ერთი ვიღაცა მაგარი არქიტექტორი მოვიდა და საქართველოს არქიტექტურა გადაარჩინეს ესე არა. არქიტექტურას რო შეხედავ იქ იგრძნობა გუნდური განვითარება და იმით ვაფასებთ ჩვენ ახლა უცხო ქვეყნებში რომ დავდივართ საიდან ვაფასებთ აი ამ გუნდურობის შედეგებს ვაფასებთ რა ჩვენთან ერთი მოედანი გვაქვს ვარემონტებთ კიდევ იმას ვარემონტებთ და ალბათ კიდევ იმას აღავდგამთ მანდ უკვე ხო, ლაშა, ძალიან საინტერესოა ეგ ნაწილი ჩემთვის რა. შენი თვალიდან ახული მართლა ეგეთი რამე არც მე საერთოდ არც მიფიქრია რომ შეიძლება სასაფლაოს და რაღაც არქიტექტურის ხასიათი ერთი და იგივე იყოს რა და მაგაში სხვათაშორის მშვიდობაც არის უნიკალური სასაფლაო საერთოდ ისე კომენტარი რო გავაკეთე. კი, მანდ რა, აი როგორი რა იგრძნობა და იმ უცხოეთის არქიტექტურა, ანუ განვითარებული ქვეყნების არქიტექტურას რო ლაპარაკობ. ანუ ამას რა აკლია, რომ აი მართლა ხალხი ვინც გისმენს შენ პროფესიონალური თვალსაზრისით, რა აკლია, რომ ინდივიდუალიზმი ხო ალბათ ამაში და სისტემის ხელი ლოგიკა უყურე არქიტექტურა ბევრი აი რატოა ის უფრო მისაღები და რაღაცა ხალასი და რატოა ეს უფრო მკვდარი რა დავამატებ ამ კითხვას პატარა რაღაცას რომ ანუ რასაც აკეთებენ იმ
იმასაც რო უხარისხოთ აკეთებენ ეგეც ხო რაღაც ამ ყველაფრის შეურაცხყოფა არის ეხა ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობ არქიტექტურას და დიქტატურას ვადარებ ერთმანეთს და როგორ იგრძნობა ეგ და ძალიან კაი თემა და ეგ ხარისხის ეხა ეგეც გუნდურობის ნაწილია ეგეც განვითარების ნაწილია რა და გუნდურობა რო არსად არ აგვაქვს და რაღაცა ერთი ადამიანის ფულის შოვნის გამო რო რაღაცები კეთდება და თავზე გვამხობა არქიტექტურაც კულტურაც გუნდურობა რო არ გვაქვს ერთმანეთი რო არ გვესმის ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზუსტად ადგილობრივ პროტესტებს იმიტომ რომ აი ესე ყვირილი დამოწოდებები და რაღაცა კი არა აი და მოდი ვისაუბროთ აი არქიტექტურაზე რო ვსაუბრობთ მაგალითად აი ესეთი რაღაცა აი ესეთი საძინებელი ესე აქ მინდა მოვისვენო აქ მინდა დავის აი ლოგიკას რომ მივყვეთ აი იმ ადამიანებთან მე ვცდილობ რომ ლოგიკური შეკითხვები დაუსვა რომ დაფიქრდნენ მაინც გამიგე დაფიქრდნენ და რა აბა ეს საქმეა და აბა ეს კუბო რო დაწვენდა და ახლა თუ არ უნდა მოსმენა გასაგები არ უნდა კი ბატონო მისი არჩევანია ეგ მაგრამ რა მომენტია იცით ერთი ძალიან ცუდი მერტო ყველა ჯანმრთელად ამყოფე მაგრამ ამის წინ წამომცდა ეგ სიტყვები და ვიმეორებ რა კიბო თუ დაგემართა ჯობია დაინახო ის რა გამიგე ეგება არა უშველი დღეს მედიცინა ისია ოღონდ საბჭოთაში არა იქ სხვაგან ისია რომ უშველი ანუ პრობლემა ხო დამალა კაკუნი არ გესმის ბრახუნი არ გესმის კიბოა ის ყველაფერი მოკლავს რა დაგახჭობს ჩამოგახჭობს გაგოდავს მოკლავს რა და პრობლემა თუ გვაქვს ჯობია რომ ხედავდეთ ამას რა და ჩვენ ის კი უნდა ეს გინდა ის გინდა კი არა რა პრობლემა გვაქვს და რა პრობლემა გვაქვს ამაზეც გეტყვი ჩემსაც რა ყურე ადრე მე ძალიან გვიან დავიჯერე ჩვენი ევროპული მომავალი რა იმიტომ რომ ესე იქნება იმიტომ რომ გაგვიჭირდება იმიტომ რომ ვერ გავკაჩავთ არ დაგვანებებენ კიდევ მე გამიჩნდა განცდა რომ მიუახლოვდით ამ ევროპულ ოჯახს და შანსები გაჩნდა და მეგობრებს ვეკითხებოდი ძალიან ისე შინაურად რომ ისა რომელ კლასში ვართ მეთქი რა ანუ პირველი კლასელი ბავშვს ხარ მე 10 კლასელის გამოცანას ვერ ამოფხსნის ხო აი ევროპულ გზაზე რომელ კლასში ვართ მე-5-ში ვართ მე-3-ში ვართ მე-2-ში ვართ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ საბავშვო ბაღში ვართო და აი მეთქი ჩვენ მე-7 კლასში ვართ მეთქი რა ასლა ეხა ძალიან ახლო და მალე იქნება ყველაფერი და ერთ-ერთმა ჩემთვის ძალიან დასაფასებელმა ლექტორმა ადამიანმა მივეცი თავისუფლება რომ ის მეკითხა მისი აზრები ძალიან მომეწონა და ჩვენ ეხა ვიბადებითო რა ჩვენ არა აი დაბადებული არ ვართო ჩემო რა ჩვენ საწოდან გამოსვლა და გავაკეთებ სოფლის მეურნეობა ვიცითო სოფლის მეურნეობის ლექციებზე იყო ეგ ამბავი რა და გაახსენდებათ ეხა ვინც იქ იყო სოფლის მეურნეობა ვიცითო იქ დავწუნდით რომ არ ვიცოდით ქუჩას სიარული ვიცითო მოსმენა ვიცითო სუფრასამყოფნა ვიცითო და ეხა ეს არ მინდა ესე ხმამაღლა რო თქვა მაგრამ მე ჩემს გონებაში პირდაპირ უფრო ბევრი რაღაცა სასწაული მეც სასწაული მაქვს ისი არა რომ მე ვიცი კაცო და თქვენ მიხარდა მეც სასწაული მაქვს მეც უამრავ მე მაგალითად ჩუმად რო ვიყავი მეგონა რომ ესე იყო კაი რა ეს თავისით გაიგებდნენ ყველაფერს არა ვერ ესმიდა თუ რამე შეგიძლია რომ ადამიანს რაღაც დაანახო თუ რამე შეგიძლია მიახვედრო რომ არ უნდა იზარმაცო და ეს ჩემი საქმე არ უნდა თქვა რა ალბათ ჩემი გონება ისე არასდროს არ დაიწინებს აწერომ ესე იმაზე არ ვფიქრო რა ხო ეს სწორედ რა ეტაპზეც უნდა ვიყოთ რომელ კლასშიც უნდა ვიყოთ და რასაც უნდა ვაკეთებდეთ ფაქტია რომ ვითარდები და თუ ეს გზა ჩაგვიხერგეს თუ სკოლა საერთოდ არ იქნება და თუ საერთოდ არანაირი პერსპექტივა არ იქნება ეს მომავალს კი არა ევროპულს კი არა რამე ტიპის მომავალს კი არა საერთოდ სახელმწიფოებრიობას კარგავთ ანუ მაგმოცემულობის წინაშე როგორც პატარა ბავშვი ან სკოლაში ახალ შესული ბავშვი შეიძლება დავტოვოთ ქუჩაში რომ აი გაჩდი 6 წლის რა და მიხედე შეთქოს ხო ან გადარჩება ან ვერ გადარჩება ხო აი დაახლოებით იმ სტადიაზე ვართ ახლა მაგრამ 5-6 წლის არ ვართ ახალ დაბადებული ვართ რა ეხლა ჩვენი სახელმწიფოებროა თუ დავდეთ ქუჩაში ვარ დაბადებული ხო ხარ მიხედე შეთქოსო აი დევს 20 წელია მასე დევს და ეხლა იმაშება კი ან ძალიან რაღაცა ძალიან საინტერესო მომენტიზე გააკეთე აქცენტი და თქვი რომ ანუ მე ვეღარ შევძლებ რომ მართლა შვიდად დავიძინო
თუ შემიძლია რომ ვინმე ერთ ადამიანს მაინც რაღაცაზე ველაპარაკო და აზრი გავცვალო და რაღაც საერთო ამბავზე შევთანხმდეთ. სწორედ ეგ არის თქვა, ეგ არის ჩვენი მიზანიც, რომ ადგილობრივ თუ ქვეყნის მასშტაბზე არ ვამბობთ, ადგილობრივ დონეზეც თქვა ეს პროტესტი თუ პრობლემები, ანუ თუ თვლით რომ პრობლემა გვაქვს სახელმწიფოსთან იმ ადამიანებთან, ვინც ძალაუფლება მოიპარა და გარჩევნები გააყალბა და ევროპულ კურსზე უარი თქვა და ცდილობს ჩაებღაუჭოს, ეს თუ გაბრაზებთ, ჩვენ გვაქვს სივრცე რომ უნდა გამოვიდეთ ერთმანეთს ველაპარაკოთ, იმიტომ რომ ვიღაცას თუ გაბრაზებული ვარ და მე და ვზივარ სახლში და მაქვს იმედი რომ ლაშა გააკეთებს, ლაშა თავისას გააკეთებს, მაგრამ შენთან ერთად უფრო მეც გააკეთებს რა. ეგ ამბავია და აი შენთან ძალიან კარგად ჩემი აზრით ძალიან კარგად ლაგდება ეგეთი რაღაცა შენი პროფესიიდან გამომდინარე რომ არქიტექტორი რაღაც ერთი სახლის ამბავში კი აღარ დაედგომება არქიტექტორს გამოდის და საზოგადოებრივ და ქვეყნის არქიტექტურის მშენებლობაში იდგება თვითონ სხვა მოქალაქეებთან ერთად რა. არა ერთი სახლი. არა, სივრცე არის გასაგებია. აბაზანა და შეიძლება იყოს ქალაქი, შეიძლება იყოს ქვეყანა. ხო, მესმის. ანუ ამ სივრცეში ყველაფერი აქამდე რომ ჩამოვიდეთ რა, ანუ ჩამოვიდეთ იმაზე რომ შენ შეგიძლია იჯდე და ხაზო რაღაცა გააკეთო ერთი სახლი და იმ სივრცეში ერთი სახლი იდგეს ამ ინფრასტრუქტურულ თვალსაზრისით, მაგრამ მე რა მინდა ალეგორიული ნაწილში დავინახო, იცი, მე სახლს კი არ ვხაზავ, მე როგორც არქიტექტორი გამოვალ, მე როგორც იურისტი, როგორც რაღაცა საზოგადოებრივი გეოგრაფი, ან რაღაც ჟურნალისტი გამოვდივარ და ვგები და ვაშენებ იმ ლამაზ ევროპულ არქიტექტურას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, რომელიც მე მომცემს ჩემი ვიდრო სპეციალიზაციით ვიყო ბედნიერი რა. კი ბატონო, ჩვენ დროც ხო. კი მე მინდა რომ აი მე სადაც ხედავ ლოგიკას იქ ვდგავარ სადარაჯოზე. აქ არის ორი ვარიანტი. თუ ჩემს აქციებში ვერ ხედავენ ლოგიკას, ძალიან შვიდად და ლამაზად ერთმანეთს უნდა გავაგებიოთ, სად ხედავთ ლოგიკას. სადაც მივდივართ, აი უცხო ორგანიზაციაში ან ქვეყანაში, ყველგან ვეძებთ, ან მეგვარი ხო არა, ან მეგობარი ხო არა და ან ახლობელი ხო არა და რატო ვეძებთ ამას? რატო ვეძებთ? რაღაცები რომ გავიიგოთ, ხო, რაღაცები ვენდოთ ერთმანეთს. ეხა ეს ვინც რაღაცა აღმოჩნდით ორ მხარეს და სხვათა შორის ამ ადგილობრივი პროტესტზე კიდე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვისმინე, რომ აუ იქ იგინებიან და მე ვერ დავდგები, აუ იქ ის რომ სიტყვას ამბობს, აუ მეც არ მომწონს ბევრი სიტყვა რა, აი შენ სიტყვაც არ მომეწონა ამას იმზე, მაგრამ მოდი რა, გამოგართმე და შენ თქვი უკეთესი. მე იქ იმიტომ არ ვდგავარ რომ ვიღაცა მომწონს ვიღაცა, მე იმის გვერდით ვერ დავდგები. ჩვენ იმის გვერდით ვცხოვრობ, შენ რომ იწუნებ შენი აზრით, ხო? ჩვენ იმის ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობ და აი ეს ჯგუფია და გუნდია. უბრალოდ ვერ ალაიქებ, იქ ვერ დადგები, აქ ვერ დადგები და აი რომ მოგინდება რაღაცა ხმისამოღება, გამგონი აღარ იქნება რა. ერთი ფაქტის თეორია ამდენად მართალია ოღონდ არ მაქვს გადამოწმებული, მაგრამ კაი მომწონს. რადგან თეორია ანუ აქსიომამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ დუღებულ წყალში ფაქტ თუ ჩახდება თურმე შეუძლია ამოხდეს. მაგრამ ცივში თუ ჩადგა და ეს გასკორას დავდგით და ხო, იმე შეგვიძლია. ეხა მოხტები და აი რომ უნდა ხდება ვერ გახდება რა და აი ბევრჯერ გქონია ამ თემაზე რომ აი ეს ამოხტომის მომენტი არ გამოგვეპაროს და ჩემი აზრით გამოგვეპარა და ეხლა ხო ძალიან ისეთ მომენტში ვართ რომ ქვევიდან ცხელი წყალი და ჩვენ ჰაერი გვინდა და გადარჩენა გვინდა და რაღაცა, მაგრამ გადავჭედით რა, იმიტომ რომ დედამიწა არის აქამდე მოვიდა ლოგიკით. აი ლოგიკურად რომ მსჯელობ სხვა კონსტრუქცია არის ხაზება, ხო? რა შეიძლება არქიტექტურას და განწყობას კიდე ხანდახან მე ვადები გამირბის კი არა ბევრ არქიტექტორს გაურბის და რა თქიცი ცუდ ხასიათზე თუ შენ კარგს ვერ გაგიკეთებ მაგრამ მე ვიქნი განწყობებს ვიქნი რაღაცებს რომ წარმოვიდგენ ყველაფერს კარგად რომ აი ესე კაი ესე როგორ მოვხდება რაღაცა და ეხლა ტელევიზორს თავ ფეისბუქს თავ ყველაფერს თავ და საღაცი თითქოს არა ეხლა საერთოდ დამოვარდნილი ვარ და ვისაც რაღაცები დაუგვიანე ბოდიში ყველას აი ძალიან ამოვარდნილი ვარ და ვინც მირეკავს არ უმალავ რა ვეუბნები რომ ბოდიში ვერ დავჭეკი აი მართლა ერთ ადამიანზე ძალიან მერიდება 2 საათი საქმეც არ მაქვს დარჩენილი და მე 17 თუ 18 ლაშა ყველა ასია რა ანუ პროფესია არ ეგნესის მაგრამ ხო არა ვითარება იმ რეჟიმში ავაშენებ კი შეიძლება კაი ციხე ავაშენო აღარ კაი საშინელებები ავაშენო რა მაგრამ არ მინდა მის აშენება მინდა ლამაზი კაი ლოგიკაზე დაფუძნებული
რაღაცები ავაშენო და რა შემილია რა გვინდა, აი რაც მინდა იმისთვის ვიბრძვი. აი სწორედ. კი ბატონო, აი რო შევაჯამოთ ყველასთან ხვდებით რა საშინელ მდგომარეობაში ვართ, თუმცა ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის მუდმივი წინააღმდეგობა, არ დაღლა ჯილუტად პროტესტი და ერთიანობა და ეს ჩემი ამ ბოლო პერიოდის საყვარელი ფრაზა არის, გამოვა უბრალოდ უშენოდ არ გამოვა და ჩვენ ვიცით რომ ვიცით კი არა ვიცი ამას ვუყურებთ ლაივ რეჟიმში ამ ხალხის წამებას და სასტიკ მოპყრობას და უკანონო დაპატიმრებებს ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი დღეს როდესაც ჩვენ ამის გაკეთების და საუბრის შესაძლებლობა გვაქვს არის ოთხ კედელში რუსული რეჟიმის ტყვეობაში და სანამ იქ ერთი ადამიანი მაინც არის უკანონოდ და არაფრის გაბედა სამშობლოს სიყვარულისთვის ჩვენ უბრალოდ მორალმა არ უნდა მოგცას იმის საშუალება რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ამ ხალხის ერთადერთი იმედი და გამოსავალი ვართ ჩვენ, რომ მათ მოუტანთ თავისუფლებას ქვეყნის თავისუფლებასთან ერთად და აი ამ რუსული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად და იმ რეალსებზე შედგომით, რასაც ისტორიულად ვაკეთებდით, ვესწრაფოდით და რეალურად ვიმსახურებთ თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს და ჩვენი სოლიდარობა ყველას, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ლაშა და მოვალ შეხვედრამდე.